მოგესალმებით, თქვენ უყურებთ თავისუფალ ტრიბუნას, მეორე არხის პირდაპირ ეთერში მე მისი წამყვანი ელენა ტრეხლებოვა ვარ. ჩვენი დღევანდელი ეთერი ეთმობა პარტიას დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველო და მე წარმოგიდგენ ჩვენ სტუმრებს პარტიის პოლიტიკური მდივანი გიგლა ბარამიძე და პარტიის თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ირაკლი ჭყოვიძე. ასევე დარბაზში ჩვენ გვესწრებიან პარტიის იურიდიული სამსახურის წარმომადგენელი თამარ ზურაშვილი და პოლიტპატიმარი ბექა პეტრიაშვილი. მოგესალმებით, გმადლობ ჩვენთან სტუდიაში მობრძანებისთვის. ბატონ გიგლა, საუბარს თქვენგან დავიწყებთ. თქვენ იყავით პირველი, ვინც თავისუფალი ტრიბუნის და ზოგადად მედიის ეთერში განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობა ემზადება თბილისში ევრომაიდნის სცენარის განმეორებისთვის და მოგვიანებით დაახლოებით 3 კვირაში ეს ინფორმაცია დაადასტურა შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ჭექაიძემ. როგორ აფასებთ მის განცხადებას და ზოგადად იმ პროცესებს, რომლებიც საქართველოში ვითარდება ამჟამად? მოგესალმებით, ქალბატონო ელენე, მართლაც თქვენი გადაცემა იყო პირველი, სადაც ჩვენ ამ 3 კვირის წინ განვაცხადეთ იმის შესახებ, რაც შემდეგ გაიმეორა, რაც შემდეგ ალბათ დამოუკიდებლად ან არ ვიცი რა ინფორმაციაზე დაყრდნობით, გაიმეორა ჩვენმა ახალგაზრდა შინაგან საქმეთა მინისტრმა. ჩვენ მათგან ხელისუფლებისგან რეაქციას ჩვენს განცხადებაზე ბევრად უფრო ადრე ველოდით, იმიტომ რომ ჩვენი ინფორმაციები არის ყოველთვის გადამოწმებული, გაანალიზებული და ეს არ არის PR-ისთვის გათვლილი ან თქვათ რაღაცა იაფასიანი შოუებიც. ეს იყო რეალობა. ამაში ყველაფერში თავიდანვე იყო ჩართული უკვე ჩამოყალიბებული ეს ტერმინი საერთაშორისო მაწანწალა ყოფილი საქართველოს პრეზიდენტი სააკაშვილი, მისი შეხვედრები უკრაინაში და კონკრეტულად კიევში და მის შემოგარენში სასტუმროებში, აგარაკებზე თუ სხვაგან და სხვაგან ძირითადად ხმარდებოდა სწორედ ამ საკითხებს, როგორ, რა გზით, რანაირად უნდა მოეხდინათ შესაძლებლობის ფარგლებში ადამიანების გამოყვანა მოედანზე და შემდეგ მიმართულებების მიცემა, ხოლო ამისათვის საჭირო არიან სპეციალურად მომზადებული ადამიანები, ამაზეც იყო საუბარი, დაფინანსებაზეც იყო საუბარი და ეს ყველაფერი ძალაში რჩება. აქ არ არის საუბარი მხოლოდ საბურავების დაწვაზე, ან სხვა. ეს არის ძალიან სერიოზული საკითხი. ჩვენ ამას ვამბობთ არა იმიტომ, რომ რაღაც განსაკუთრებული ძალაა დღეს ნაციონალური მოძრაობა. ჩვენ გვადარდებს ის, რომ ძალზედ სუსტია დღევანდელი ხელისუფლება, რომლებიც უამრავი დაპირებებით მოვიდა, საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა დაუჭირა მხარი და პრინციპში პეში წყალივით დაიწრიტა ყველა მათი დანაპირები და მათი ქმედება თითქმის ნულის ტოლია. ბევრს ცდილობს ჩვენი ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრი, უდაოდ ბევრს ცდილობს, მაგრამ მისი გუნდი არის აბსოლუტურად ნაკლებად ქმედით უნარიანი, ბევრი მიმართულებით და ეს იცით აღიზიანებს საოცრად საზოგადოებას. და იმიტომ არის რომ ყოველ წუთს წამდა უკუღმა ურტყავენ სადაც კი მისწვდებიან ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს და ძალიან ნიშანდობლივი და სიმპტომატურია ერთი ასეთი დეტალი, როდესაც მათი ერთ-ერთი წარმომადგენელი თუ არ მეშლება გვარად ციკლაურია, ხო? ხო, ხშირად არის ხოლმე ტელევიზორში და მოსთხოვს მცემესო, საზოგადოებაში გაჩნდა წუხილის და სინანულის გრძნობა არა იმიტომ რომ მას ფიზიკურად ვიღაცა შეეხო თუ შეეხო. ეს თავისთავად არ არის სწორი, რა თქმა უნდა და ჩვენ არ მივესალმებით ამას. საზოგადოების უდიდეს ნაწილში გაჩნდა უკმარისობის გრძნობა, იმიტომ რომ რატო უფრო კარგად არცემესო. ეს იცით მე ეს არ სიამოვნებს, მაგრამ ეს განწყობა არის და ამ განწყობას აძლიერებს დღევანდელი ხელისუფლების სრული უნიათობა. ყველა მიმართულებით და ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებს რო დავანებოთ თავი, აი პოლიტიკურ, ოპერატიულ, სახელმწიფოებრივი კუთხით ჩვენ შეგვიძლია ეს თემა გავშალოთ და არ არის მიმართულება, სადაც მათ არ ქონდეთ ძალიან დიდი ჩავარდნები. და ეს ჩვენ ძალიან გვადარდებს და ალბათ არ იყო შემთხვევითი ჩემი მეგობრები და კოლეგები დამიდასტურებენ, ჩვენ ამის შესახებ ხშირად საუბრობთ, როდესაც სანთლით ვეძებო პრემიერ-მინისტრმა თქვა კადრები, არ აყავთ კადრები. ან თუ ყავთ ისე არიან თვითკმაყოფილებაზე გადასული, რომ სახელმწიფოზე არ ფიქრობენ. ამიტომ ჩვენ მაშინაც თქვით, ჩვენმა ლიდერმა ქალბატონმა ნინო ბურჯანაძემ თქვა და ჩვენს ვიმეორებთ, რომ ჩვენს პოლიტიკურ გაერთიანებაში და ორგანიზაციაში ძალიან მაღალი კვალიფიკაციის ხალხია და არჩევნებად პოლიტიკური ინტერესებად, მაგრამ სახელმწიფო ინტერესები უპირველეს ყოვლისა და აქედან გამომდინარე ჩვენ მზათავართ ყოველთვის ამ კუთხით დავეხმაროთ ხელისუფლებას, რომელსაც არ ძალუց ყოველ შემთხვევაში, რასაც ჩვენ ჯერ უყურებთ, გააკეთოს ის, რაც უნდა გააკეთოს ხელისუფალმა.
არჩევნებზე ჩვენ რა თქმა უნდა მოგვიანებით უფრო დეტალურად ვისაუბრებთ, თუმცა მანამდე მინდა გითხოთ, მინისტრის ამ განცხადებას გამოეხმაურა ქალბატონი ნინო ბურჯანაძეც, მან განაცხადა, მე მაყურებელს შევახსენებ ციტატას, ნაციონალური მოძრაობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ დესტაბილიზაცია შემოიტანოს, ამას გაბედავს ახალი ხელისუფლების უსუსურობის, არაკომპეტენტურობის გამო და იმის გამო, რომ ამ ხელისუფლებამ არ დააყენა საშუალის სამართლიანობის აღდგენას. თქვენი აზრით, რატომ ფერხდება ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის პროცესი? ფერხდება, იმიტომ რომ ისევ იქ, სადაც ძაღლის თავია დამარხული, იქ მივდივართ. არაკომპეტენტურობა, არაპროფესიონალიზმი, ესეთი არანაირი აბსოლუტური ინდიფერენტიზმი, თუნდაც ნიჰილიზმი და რაც თავარია, ერთადერთი რაც ბოლო 3 წელიწადნახევრის განმავლობაში დღევანდელმა ხელისუფლებამ სათავისოდ გაიკეთა არის ის, რომ საარჩევნო კოდექსი იმდენი ილაპარაკა, იმდენი ისაუბრა და ისე გაწელა, რომ მიიღო ისევ ის რეალურად რაც იყო 9 წლის მანძილზე ნაციონალური მოძრაობის დროს და ის საკმაზე, ასე ვთქვათ, საზოგადოებას რომ ვითომ შეთავაზეს რომ 50%-იანი ბარიერი, მერის ეს არაფერს არ ნიშნავს, თუ კი ისეთივე საარჩევნო სიებით და ამის მიმყოლი სისტემა იქნება, რაც არის. ერთადერთი სათავისოდ ეს მოიწყვეს. სხვა საკითხებში ისინი არიან აბსოლუტურად უმოქმედონი და რა სირთულე იყო ასევე რომ ჭეშმარიტებისა და სამართლიანობის დამდგენი კომისია ყოფილიყო, დაებრუნებინათ საზოგადოებრივი ხალხისთვის წართმეული ქონება და დავალებოთ ამას თავი. ხო ხედავთ, როგორ მოპასუხე რეჟიმში არის ყოველთვის ქართული ოცნება ავად სახსენებელ ნაცმოძრაობის წარმომადგენლებთან. გახსოვთ რა ამბავი ატეხეს, როგორ საზოგადოებას როგორი ყურადღება იყო ცხონებული ჟვანიას ციკლთან დაკავშირებით. ცოტა უფრო ადრე სააკაშვილის დაკითხვასთან დაკავშირებით. ერთ კვირაში ისე დაუტრიალეს თავთუხაშვილის საკითხი ნაციონალურ მოძრაობამ თავიანთი ელემენტარული პირატექნოლოგიებით ქართულ ოცნებას, რომ ყველაფერი გადაფარეს. დაავიწყდათ დამნაშავე სააკაშვილის, დაავიწყდათ ისევ ვიმეორებ ცხონებული და ალბათ როგორც ჩანს მოკლული ზურაბ ჟვანია წავიდნენ ამას მოპასუხეთ. არ ვიცი ამას შეგნებულად აკეთებენ თუ არა, თუ თავიანთი უნიათობით, მაგრამ შეგნებულს ვამბობ მე, იმიტომ რომ ჩვენ ქალაქის ორგანიზაციის ხელმძღვანელი აქაა და ადრე მე ვიყავი თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, შეხება ქონდა ჩვენ არჩევნებთან პირდაპირ და მე შემიძლია სრული პასუხისმგებლობით ვთქვა, რომ როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში უმეტეს შემთხვევაში საპრეზიდენტო არჩევნების დროს ქართული ოცნება და ნაციონალური მოძრაობა მოქმედებდნენ ერთი ინტერესებიდან გამომდინარე, როგორმე ყოფილიყვნენ ერთად და როგორმე არ მომხდარიყო პრეზიდენტად ის პიროვნება, რომელიც ალბათ ყველაზე უპრიანი იქნებოდა, რომ დღეს ყოფილიყო საქართველოს სახელმწიფოს მეთაური, მე გულისხმობ ბურჯანაძეს. ყველაფერი გააკეთეს მათ ამისთვის და არ არის გამორიცხული და მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამის უფლება არ უნდა მივცეთ მათ, მაგრამ ისინი ამ ადგილობრივ არჩევნებშიც ყოველივე ამას შეეცდებიან და ეს იცით რატომ ხდება კიდევ? იმიტომ ხდება, რომ ერთსაც რაც ალხანაა, ის არის ჩალხანა, არის ხალხური ნათქვამი, ხომ? ერთმანეთს ოცნებას და ქართულ და ნაციონალურ მოძრაობას ერთმანეთი აწყობთ, მათ ჭირდებათ, სასიცოცხლოდ ჭირდებათ მათ ერთმანეთი, იმიტომ რომ ერთის უმოქმედობა გადაიფარება მაშინ, აი შენ რო 9 წლის მანძილზე ეს დაამთავრდა ეს 9 წელი. სისტემური დანაშაული ვერ გამოვიძიეთ. ვერც ერთი ცნობილი მკვლელობა ან დანაშაული ვერ გამოვიძიეთ. იმპიჩმენტი პრეზიდენტს ვერ გამოუცხადებთ. გავაცილებთ ლამის ტაშით ის და მისი თანამებრძოლები უცხოეთისა და ევროპის ქვეყნებში და მშვენივრად ცხოვრობენ და არიან. ამის უფლება მივეცით და რომელ სამართლიანობის აღდგენის დაწყებაზე შეიძლება იყოს საუბარი. და ამას ვამბობ მე არა როგორც ვთქვათ ვიწრო პოლიტიკურ პარტიული გაერთიანებიდან გამომდინარე, ან მე ამას ვამბობ როგორც პოლიტიკური დევნილი. ნაცმოძრაობის მიერ 9 წლის მანძილზე უმიზეზო ძებნილი კაცი. თითქოს უნდა იყოს საოცრად მადლიერი. რა თქმა უნდა, რაღაცა ნაბიჯი დასაწყისში იყო, მაგრამ ცით ხელი ხელს ბანს პრინციპი არ არის სწორი. რახან ეს გააკეთეს, ხო არ უნდა დავდუმდეთ სახელმწიფო დაამსგავსა დღევანდელმა ხელისუფლებამ არასამთავრობო ორგანიზაციას. უამრავი პრობლემებია საზღვრებზე, უამრავი პრობლემებია კიევის ამბებიდან გამომდინარე, საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ინტერესებთან დაკავშირებით და საერთაშორისო ურთიერთობებიც აბსოლუტურად მოიკოჭლებს და იცით, შეიძლება ითქვას, რომ დღევანდელი ჩვენი ხელისუფლებას შეიძლება უწოდოთ გიდების ასოციაცია თავრობას. რატომ? იმიტომ რომ ისინი არიან დაკავებული მხოლოდ უცხოელი კონjunქტურას აყოლილი თუ არაყოლილი
დიპლომატის ან საერთაშორისო დამკვირვებლის შეხვედრით, გამასპინძლებით, გაცილებით, მაგრამ ქვეყანა ამისგან რას იღებს? ჩვენ ვერ ვნახეთ ეს. ჩვენ ვერ დავინახეთ ის უკრაინის ამბებზე თქვით, თუ გვექნება ამაზე საშუალება, გეტყვი, ჩვენ ვერ დავინახეთ ვერც ერთი ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯი იმისათვის, რომ იმ ფონზე, რაც ჩვენ მეზობელ ქვეყნებში ხდება, ჩვენ ეს, რა თქმა უნდა, სამწუხაროა, რომ ჩვენს წინაშე იშლება, ნაკუც ნაწილდება და ქუცმაცდება უზარმაზარი სახელმწიფო, ამ ფონზე ჩვენი ხელისუფლება ქმედება საქართველოსთვის სასარგებლოს არცერთ არ ანხორციელებს. მარტო დილი და ღამემდე თუთი ხუშივით ევროინტეგრაცია, ნატო, 20 წელი გავიდა ხალხო და ტრიალებთ ერთი როგორც ციყვი გორგალში ერთი და იგივე სცენარისა და ერთი და იგივე ლოზუნგების გარშემო და სხვები ვითარდებიან, ჩვენ ჩერდები და როდემდე შეიძლება რომ არ გამოიფხიზლებინა საქართველოს საზოგადოება და ამორჩეველი და თილაინ საქართველოს ამერიკის დღევანდელ პრეზიდენტს რომ რა ნატო, რის ნატო, ჯერ ადრეა, თქვენ სხვა პრობლემები გაქვთ. ალბათ ჩვენ კიდევ გვეტყოდე რომ აი ორშაბათს უკვე ნატოს წევრი გახდებითო. რა თქმა უნდა, კარგია, როდესაც გავხდებით, მაგრამ ხوار შეიძლება ვისხდეთ და ველოდოთ. ქმედებაა საჭირო და რა არის გასაკეთებელი, თუ თვითონ არ იციან, მოვიდენ და კითხავ, აუხსნით რა უნდა გააკეთონ. როგორ უნდა იღვაწოს სახელმწიფო ლიდერმა თუ მოხელემ თუ ჩინოვნიკმა, რასაც არ აკეთებენ, გარდა იმისა, რომ კეთილად მოიწყვეს თავიანთი კაბინეტები და ძალიან კმაყოფილები არიან ჩაბმული ძველ ავტორიტეტს ყოფილი პრემიერ-მინისტრისა. რატომ ბიზნეს გულისხმობ? საქართველოს საგარეო პოლიტიკურ კურსზე ჩვენ აუცილებლად მოგვიანებით დეტალურად ვისაუბრებთ, თუმცა მე მინდა მანამდე ისევ დაუბრუნდე სამართლიანობის ადგენის თემას, როდესაც კონკრეტულ კითხვებზე პასუხის გაცემის დრო მოდის ხოლმე, მმართველი კოალიციის წარმომადგენლები ყოველთვის აცხადებენ, რომ ეს არის ნაციონალური მოძრაობის მემკვიდრეობით მიღებული სხვადასხვა პრობლემები. ამასთან დაკავშირებით ამას მინდა ვკითხო. ამავდროულად რამოდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილეს დაგლას ფრანცის განცხადება, სადაც აღნიშნული იყო, რომ საქართველოს დიდებული 10 წლეული გაიარა 2003 წლის შემდეგ. თქვენ როგორ შეაფასებით ამ განცხადებას და იმ მონაცემებს, რომლებიც ამ განცხადებაში არის აღნიშნული? მოგესალმებით. პირველ რიგში მივესალმებით ტელემაყურებელს. ჩვენ სრულად პირდაპირ შეგვიძლია ვუწოდოთ ამ განცხადებას არაკომპეტენტური და უპასუხისმგებლო. ჩვენთვის აბსოლუტურად წარმოუდგენელი და მიუღებელია, როდესაც ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილე გამოდის, საუბრობს ამერიკის შეერთებული შტატების სახელით და აკეთებს ასეთ ცინიკურ, დამამცირებელ და უპასუხისმგებლო განცხადებას. მის ეს განცხადება გვაფიქრებინებს, რომ მას საერთოდ არ ქონდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდებოდა საქართველოში ბოლო 10 წლის განმავლობაში. თუ მას არ ქონდა ეს ინფორმაცია, ჩვენ შეგვიძლია შევახსენოთ რა ხდებოდა ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოში. როგორც ჩანს, მან არ იცოდა, რომ 2008 წელს საქართველოში იყო ომი, რომლის შედეგადაც საქართველომ დაკარგა ქვეყნის ტერიტორიების 20% და საქართველოში 10,000-ობით ადამიანი გახდა საკუთარ ქვეყანაში დევნილი. როგორც ჩანს, ბატონმა ფრანცმა არ იცოდა, რომ საქართველო იყო მსოფლიოში მეოთხე ადგილას და ევროპაში პირველ ადგილას პატიმრების რაოდენობის მიხედვით. აღარაფერს ვამბობთ საშელახსრულების სისტემაზე, სადაც იყო საშინელი მდგომარეობა, სადაც იყო წამების არაადამიანური მოპყრობის ვიცი, ძალიან ბევრი ფაქტი და რომელიც ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ ერთხმად აღიარა როგორც უპრეცედენტო სისასტიკე. როგორც ჩანს, ბატონმა ფრანცმა არც ის იცოდა, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველო იყო პირველ ადგილზე ევროსასამართლოში შეტანილი სარჩელებისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ მოგებული საქმეების რაოდენობით. როგორც ჩანს, მას არ ქონდა ინფორმაცია, რომ საქართველოში იყო 26 მაისი, როდესაც სახელმწიფომ გამოიყენა სადამსჯელო ოპერაცია საკუთარი თანამოქალაქეების წინააღმდეგ და როდესაც ამასთან დაკავშირებით თვით გაერო სპეციალურმა წარმომადგენელმა გააკეთა განცხადება, რომ სახელმწიფომ გადაამეტა ძალას და მოეპყრა უხეშად ადამიანის გამოხატვის თავისუფლებებს. როგორც ჩანს, მას არ ქონდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში იყო უამრავი პოლიტპატიმარი და მათ შორის იყო ბექა პეტრიაშვილი, რომელიც იყო ევროპის მასშტაბით ყველაზე ახალგაზრდა პოლიტპატიმარი.
ეს და უამრავი ინფორმაცია არსებობს, რომელიც ცალსახად მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოში ნამდვილად არ იყო იდეალური 10 წელი. და როგორც ჩანს, ბატონი ფრანცი 10 წლის შემდეგ დაბრუნდა საქართველოში, დაინახა განათებული ქუჩები, შეღებილი ფასადები და ჩათვალა, რომ ქართველი ერი არის უღირსებო, მას არ გააჩნია არანაირი მოთხოვნილება დემოკრატიულ ფასეულობებსა და ღირებულებებზე და ჩვენ უნდა კმაყოფილი ვიყოთ მხოლოდ განათებული ქუჩებით და შეღებილი ფასადებით. ძალიან სამწუხაროა, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების ასეთი მაღალი თანამდებობის პირი აკეთებს ამ განცხადებას, ამერიკის შეერთებული შტატების სახელით, ასეთ უპასუხისმგებლო და ცინიკურ განცხადებას და სწორედ დასავლელი წარმომადგენლების ასეთი განცხადებები ხდება საფუძველი, რომ შემდეგ ხალხს საზოგადოებაში ჩნდება ნიჰილისტური დამოკიდებულება დასავლური ღირებულებების მიმართ. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ძალიან სამწუხაროა. მადლობა, რა თქმა უნდა, მოვალ კითხვით, თქვენ პოლიტპატიმარი ბრძანდებით, ამიტომ თქვენ ყველაზე უკეთ იცით მთელი ის სიტუაცია, რაზეც ჩვენ ნაწილობრივ აქ საუბრობდით და მათ შორის სამართლიანობის აღდგენა, როგორც ვიცი, პოლიტპატიმრების ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მოთხოვნა არის მიმდინარეობს აქციები პარლამენტის შენობის წინ, როგორც ვიცით, სადაც პოლიტპატიმრებს აქვთ გარკვეული მოთხოვნები. რას ითხოვენ პოლიტპატიმრები და თქვენთვის, როგორც პოლიტპატიმრისთვის, შეიცვალა თუ არა რამე ახალი ხელისუფლების პირობებში? მოგესალმებით, მივესალმებით ტელემაყურებელს. კითხვას პასუხს ბოლოდან დავიწყებ თუ შეიძლება. ახალი ხელისუფლების პირობებში რა თქმა უნდა შეიცვალა ესე. ვერ დაუკარგავთ რაც მოხდა კარგი, თუნდაც ის რომ პოლიცია დეპოლიტიზირებული გახდა და ჩვენ საპატიმროებიდან გამოგვიჩეს არა მარტო ჩვენ პოლიტპატიმრები, კიდე სხვა უამრავი ადამიანმა დატოვა საპყრობილე, მაგრამ ეს არ არის სამართლიანობის აღდგენის დასასრული. ქალბატონმა მანანა კობახიძემაც გააკეთა ამასთან შედარება, ამასთან დაკავშირებით განცხადება, რომ მეტი სამართლიანობა რა გაგინდა ციხიდან ხო გამოგიშვით და მარტო ციხიდან გამოშვებით არ მოხერხდება ამ ყველაფრის დამთავრება ჩვენ. მე პირადად არა უამრავ პოლიტპატიმარს ქონება აქვს ჩამორთმეული სახელმწიფო ედავება, ზოგს მილიონობით ლარზე აქვს ეს დავა და ამასთან დაკავშირებით რაღაცა ქმედით ნაბიჯი უნდა გადაიდგას უკვე. ძალიან უკვე ამდენი ხანია გაჩერებულები ვართ, არ ვითხოვთ გვესმის, რომ ძალიან ცუდი მემკვიდრეობა დაუტოვა ნაციონალურმა მოძრაობამ დღევანდელ ჩვენ მართლ პარტიას, მაგრამ როდესმე ხო უნდა დაესვას ამ ცუდ მემკვიდრეობასაც ბოლო უკვე წელიწადნახევარია ქვეყნის სათავეში არიან, წელიწადნახევარია ყველანაირი ბერკეტი აქვთ იმისა, რომ გაატარონ რაღაცა ქმედით ნაბიჯები, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ ამას ვერაფერს ვერ ხედავთ. კი ბატონო, აქციაც ახსენეთ, მიმდინარეობს პერმანენტული აქცია პოლიტპატიმრების, მე-18 დღე იყო, დროებით შეჩერებულია ეს აქცია, ვინაიდან ძიმე მარხვა იწყება და პოლიტპატიმრებმა გადაწყვიტეს, რომ დროებით შეჩერებული იყო ეს აქცია, თუმცა გაგრძელდება, რა თქმა უნდა, სამართლიანობისთვის ბრძოლა. აქვე მინდა აღვნიშნო ერთი ფაქტიც, რომ 9 აპრილსაც იქ იდგა უამრავი პოლიტპატიმარი იყო, ღამით გავათენეთ იქ და მოვიდა ძალიან ბევრი დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენელი, ქვეყნის პირველი პირებიც მოვიდნენ, რა თქმა უნდა, ბატონი პრეზიდენტი, ბატონი პრემიერ-მინისტრი მოვიდა იქ და არც ერთ ელემენტარული ყურადღებაც არ გამოუხატია და უბრალოდ არ გასაუბრებია ამ პოლიტპატიმრებს. სხვა ყველაფერს რო თავი დავანებოთ. რა თქმა უნდა, ასევე რაღაც ეს ფინანსების არ ქონა, რაც ეს ასე ვთქვათ, უკვე მოდაში შემოვიდა უკვე ეს ფინანსების არ ქონის ხმა. ფინანსები, ჩემი აზრით, არანაირ შუაში არა სამართლიანობის აღდგენასთან. იქ არავინ არა ჩაციკლული იმაზე, რომ ჩვენ მოგცენ კომპენსაცია, ან თუნდაც დღეზე რაღაც განსაზღვრული ლარი, ეს საერთოდ იქ არავის არ უხსენებია. ჩვენ მოვითხოვდით უბრალოდ, რომ მივიღოთ ჩვენთვის სამართლიანი განაჩენი. შევიდეს თუ არის ვინმე მტყვანი პოლიტპატიმარი, გამოსული პოლიტპატიმრის სტატუსით, რომელსაც არ ეკუთვნოდა ეს სტატუსი, პოლიტპატიმრები თვითონაც იძახიან ამას, რომ გამოიტანოს სასამართლომ განაჩენი და უკანვე დავждებითო ციხეში. თქვენ თუ უყურებთ გადაცემაში რამოდენიმე თქვა ასეთი ფრაზა, მაგრამ სამწუხაროდ, რა ვიცი, ვერც სასამართლოს ვერ მივახციეთ, იქ ერთი ესეთი მოთხოვნა არის, რომ თუ არ არის ახალი გარემოება, ჩვენი საქმეების გადახედვა ვერ მოხდება და მეტი ახალი გარემოება რა უნდა იყოს, როცა 2012 წლის 5 დეკემბერს პარლამენტმა პოლიტპატიმრებად გვაღიარა უკვე, რომ პოლიტიკური ნიშნით ვიყავით დაპატიმრებულები. უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ გვაღიარა ესე და მეტი ახალი გარემოებად რა უნდა ჩაითვალოს, არ ვიცი. ყველა საქმე, თითქმის უმრავლესობის საქმე აგებულია 2 პოლიციელის ჩვენებაზე და ერთი ვიღაცა ასეთ ეგრეთ წოდებული ცრუ მოწმე, რომელიც ასე მრავლად ყავდათ ნაციონალების დროს პოლიციელებს, რომელსაც 500 ლარს აძლევდნენ ერთი საქმის რაღაცა გამოძიებაში. ეს ხო სისულელეა, არა ის არ შეცვლის, ის ადამიანი არა, ის ოპერმუშაკი არ შეცვლის იმ ჩვენებას, რა თქმა უნდა. სხვა ახალი გარემოების საშუალება ჩვენ არ გვეძლება. თუნდაც როცა სამართლიანობის აღდგენაზე ვსაუბრობთ, მე არ მჯერა რომ ის პროკურორი, რომელიც
იმ პროკურატურას საერთოდ, რომელსაც 190-მდე პოლიტპატიმარი ყავდა, მას შეუძლია სამართლიანობის აღდგენა, თუ მათ ახალი სისხლი არ გადაესხათ, ვიღაც ახალი თანამშრომლები არ შევიდნენ, არ გამოიზარდნენ იქიდან ის, რომელიც გასვლელია თვითონ იმ საქმეში, რომელმაც მე მომისაჯა და ჩემზე ითხოვდა სასჯელს, ის რატო გამოიტანს ჩემთვის გამომართლებელ განაჩენს, ან რატომ წარმართავს საქმის პროცესს, ან გამოძიებას კომპეტენტურად, ეს არ მესმის მე. ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ხანდახან ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ახალ ხელისუფლებასაც ჭირდება ესენი, რომ დაიტოვოს დროებით, რომ შემდეგ თუ რამეში დასჭირდებათ, ესენი გამოიყენოს, როგორც იყენებდა ნაციონალური მოძრაობა. სამწუხაროა ესეთი შთაბეჭდილება რომ მრჩება, მაგრამ ესეთია რეალობა. გმადლობთ, რა შეიძლება გაკეთდეს ასეთი ადამიანების უფლებების დასაცავად? რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ თქვენი აზრით? ძალიან ბევრი რა. დაწყებული პოლიტიკური ნაბიჯები, ასევე სოციალური ნაბიჯები, ნებელოვაა მთავარი. ცნობილ ფილოსოფოს ჰაიდეგერს აქვს ესეთი ფრაზა და მთელი ესეები და თეორია აქვს ამაზე. თუ ნებას ახლა ჰაიდეგერის ცოდნას დღევანდელ ხელისუფლებას მოდით მოვთხოვთ. მართლა ქართული რეალობებიდან მოვთხოვთ, მაგრამ ეს ისე ლირიული წიაღსვლისთვის და ისე ძალიან ბევრი ქმედება და ენერგია არის ამისთვის საჭირო. რა იცით რა შეა საქმე, როდესაც უყურებთ მათ ესეთ საქმიან, ასე ვთქვათ, ჭყალებში ურთიერთობებს, ხვდები რომ ისინი ან ვერ ხვდებიან, ან უბრალოდ არ უნდათ გაიგონ რა არის გასაკეთებელი. აი ახალგაზრდა ჩვენმა უმცროსმა კოლეგამ და მეგობარმა თქვა, ამდეხანია პოლიდევნილების აქცია მიმდინარეობს იქ და ერთხელ არ მისვლა. ამას თავი დავანებოთ. საქართველოში 350,000-მდე ადამიანი იყო გასამართლებული, ხო? ეს არის კოლოსალური ციფრი, სულ 3,5 მილიონი ადამიანი მოქალაქე ცხოვრობს დღეს საქართველოში, ნახევარი გასულია. ეს ჩემი თვალით მაქვს მე ნანახი, ისეთ ქვეყნებშიც კი ვნახე ქართველები წასული, როგორიც არის ირანი და ყირგიზეთი და ავღანეთიც. და უზარმაზარი ციფრია. ასევე გასაკეთებელი ამ კუთხით მთელი პროგრამაა ჩამოსაყალიბებელი, იცით, ესე მარტო ლიტონის სიტყვები ამას არ უშველის, მაგრამ ჩვენ ხედავთ რომ ამის სურვილი ან დრო ან სურვილი არ არის და თამას თავი დავანებოთ, რაც ყველაზე მთავარია იმ ფონზე, რაც დღეს მსოფლიოში ხდება, საზღვრების გადაკერვა, გადმოკერვა, ის რაც გასაკეთებელი აქვს ხელისუფლებას, აღარ ქონების დაბრუნება, ქონება წართმეულები, ბინები წართმეულები, ბანკები რო აყაჩაღებდნენ და სხვადასხვა ეს უდიდესი პრობლემაა, მაგრამ მაინც ის რაც გასაკეთებელია საზღვართა სამაჩაბლოში და აფხაზეთში ამასაც არ აკეთებენ. წინვალე სიტუაცია იმისთვის, რომ გამოყენებული იქნას ის დაძაბულობა რუსეთის სამხრეთ საზღვრებთან და უკრაინასთან საჩვენოთ ამ გაგების ეგოისტური, მაგრამ სახელმწიფოებრივი გაგები და თითზე არადები. სად არის ის 11 კილომეტრიანი მართულხლართების პრობლემა მოგვარებული და დაყენებული? სად არის დემილიტაციის პრობლემა? სად არის საერთაშორისო დამკვირვებლებზე საუბარი? სად არის კატეგორიული მოთხოვნა მაპის დაჩქარების ან ასოცირების წევრობის და სხვადასხვა უამრავი საკითხებია. ამაზე საერთოდ საუბარი არ არის. რატომ? იმიტომ რომ არ ვიცი, ალბათ დადგება დრო, იმიტომ არის რომ ჩვენ ვამბობთ, რომ აუცილებელია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. დღევანდელ ხელისუფლებას არ ძალუძს ეს პრობლემები მოაგვაროს და ჩვენ კი მიგვაჩნია, რომ ჩვენი პოლიტიკური გაერთიანება და ერთობა არის ის ძალა, რომელიც ხელისუფლებაში, როდესაც ამ საკითხებს გადაწყვეტს. მე პირდაპირ გეტყვით, ერთ თვეში მეც სულ არ ჭირდება ამას ბევრი იწილო-ბიწილო, ერთ თვეში იურიდიულად რა თქმა უნდა დემოკრატიული პრინციპების გათვალისწინებით დავამთავრებთ ჩვენ დამნაშავე რეჟიმის ყველა ქმედებას დაუსვათ წერტილს. ეს იქნება აბსოლუტურად ღია, მაგრამ ძალიან მკაცრი. ამის ნება ჩვენ გვაქვს და ძალგვიცეს, მაგრამ ამისათვის საჭიროა ჩვენ მივიდეთ იქ, სადაც უნდა მივიდეთ. დავამატებდი კიდე რაც შეეხება პოლიტპატიმრებს, ალბათ პირველ რიგში ხელისუფლება ვალდებულია ამ ადამიანებს მორალური კომპენსაცია, ეს რას ნიშნავს? იცით, მორალური კომპენსაცია, რომ ეს ამ ადამიანების განცდა წარმომიდგენია ხო უდანაშაულოდ, როდესაც ამდენი წელიწადი ესე ჯოჯოხეთურ პირობებში ყავდათ გამომწყდეული სააკაშვილის ხელისუფლებას და დღეს ეს ადამიანები ხედავენ რომ ის მათ მიმართ შეიცვალა მხოლოდ ერთი რამე, ისინი თავისუფლებაზე არა. ხო, ის ჯალათები, ის ადამიანები,
ვინც ამათ აწამებდნენ, ვინც ესენი ჩაყარა ციხეებში, გამოუტანა უსამართლო განაჩენები, ყველა ეს ადამიანები თავთავის ადგილებზე ზიან. მეტი ზოგიერთი დაწინაურებულია, ხელისუფლებაში პოსტები უკავიათ და პლუს ამას კიდე კარნახობენ დღის წესრიგს, უკვე ნაციონალურ მოძრაობას გულისხმობ, დღის წესრიგს კარნახობენ დღევანდელ საქართველოს პოლიტიკაში. რა თქმა უნდა, მათი პროტესტი იქნება ძალიან მწვავე და გასაგებიც არის რატომ. ამიტომ ხელისუფლებამ ყველაფერი რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ? ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს ის, რაც მას ევალება, რაც ევალება ნებისმიერ ნორმალურ, დემოკრატიულ და სამართლებრივ ხელისუფლებას. ანუ ხარვეზების დამდგენი კომისიის მოქმედება კი არ უნდა შეჩერებულიყო, ტყუილია ეს. არაფერი ფინანსური გაჭირვება და ამას დიდი მატერიალური ანაზღაურება არ ჭირდება, ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ მიზეზი იმისათვის, რომ დაფარონ და გააგრძელონ თავისი კოაბიტაცია. მეტი არაფერი არ იყო. ამას რო ხედავენ ეს ადამიანები, იმიტომ არის ეს გაღიზიანება, იმიტომ და ეს არის ადამიანები, რომლებიც გამოხატავენ ამას და დამერწმუნეთ, რომ საქართველოში უდიდესი ნაწილი, უბრალოდ ესე ღიად და პარლამენტის წინ არ გამოხატავენ ამას, მაგრამ ეს ნეგატივი, აი ეს ბოღმა პირდაპირ ვთქვათ რა, გროვდება მოსახლეობაში და როდის იფეთქებს, კაცმა არ იცის და ვინ გახდება მერე ამის მსხვერპლი. ამიტომ ხელისუფლებამ ნება იბოძოს და მოიქცეს ისე როგორც ეკუთვნის. ვინც დასაჯი პრობლემებს კი არ უნდა ემალებოდეს და სტრაუსივით თავს კი არ უნდა ყოფდეს იმაში ქვიშაში. არა, პრობლემები რაც მოსაგვარებელია უნდა მოაგვაროს. ვინც დასაჯელია მიუხედავად იმისა, არის საერთაშორისო თანამეგობრობის ზეწოლა, არ არის დამნაშავეა, კრიმინალია, დამთავრდა, ის უნდა დაისაჯოს. პარლამენტმა ერთი ეხლა უკრაინაზე ამდენი ამბავი რო ატეხილი. ერთი რეზოლუცია მაინც მიიღო ნაციონალური მოძრაობის შესახებ ამ პარლამენტმა, უმრავლესობამ. გაუსვა ხაზი იმ პოლიტიკურ დანაშაულს, რაც ნაციონალურმა მოძრაობამ ჩაიდინა. ჯერ მოდით საკუთარ ქვეყანას მიხედეთ და საკუთარ ქვეყანაში დამნაშავეების გაბატონებას მიხედეთ და იქით რო კიდე პრეტენზიებით არიან და მოსახლეობას აღიზიანებენ. რა უნდათ? მართლა ის უნდათ, რომ ადამიანებმა თავისით აღადგინონ სამართლიანობა? თუ ამის მიღწევა უნდათ და ჩვენი მტრების წისქვილზე დაასხან წყალი, ძალიან კარგად გამოსდის ამ ხელისუფლებას მინდა გითხრათ და ამიტომ ძალიან მარტივია, გააკეთონ ის, რაც ხელისუფლების გასაკეთებელია, მყისიერად, მკვეთრად და პროფესიონალურად. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ არ აყავთ საკმარისი კადრი, მორჩეს ეს ნეპოტიზმის ტრადიცია და რაღაცა უბედურება ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ, როცა ესე იგი, თუ ჩემი გუნდის წევრი არ არის, მე იმას არ რას ლაპარაკობთ? ეს დრო უნდა დამთავრდეს საქართველოში. არის ძალიან ბევრი კვალიფიციური კადრი, გამოიყენონ ეს კვალიფიციური კადრი და სახელმწიფო დაამგვაროს სახელმწიფოს. ჩვენს ეთერში ახლა რეკლამის დროა, რეკლამის შემდეგ ჩვენ განვაგრძობთ საუბარს. მაყურებელს შევახსენებ, რომ დღევანდელი თავისუფალი ტრიბუნა ეთმობა პარტიას დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველო. არ გადართოთ, ჩვენ სულ მალე დავბრუნდებით ეთერში. თავისუფალი ტრიბუნა კვლავ პირდაპირ ეთერშია. მე შეგახსენებთ, რომ ჩვენი დღევანდელი გადაცემა ეთმობა პარტიას დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველო და ჩვენი სტუმრები არიან პარტიის პოლიტიკური მდივანი გიგლა ბარამიძე და პარტიის თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ირაკლი ჭყოიძე. ასევე დარბაზში ჩვენ გვესწრებიან პარტიის იურიდიული სამსახურის წარმომადგენელი თამარ ზურაშვილი და პოლიტპატიმარი ბექა პეტრიაშვილი. ბატონო ირაკლი, სულ უფრო ნაკლები დრო რჩება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე და თქვენ საკმაოდ მსხვილ კოალიციას ქმნით. შევახსენოთ მაყურებელს, რამდენი სუბიექტი არის უკვე თქვენთან გაერთიანებული და ამ ეტაპზე როგორ მიმდინარეობს კოალიციის ფორმირება? ამ ეტაპზე იცით, რომ ჩვენ დავიწყეთ კოალიციის ჩამოყალიბება. ჩვენი განცხადება იყო ესეთი, ძალიან მარტივი. ჩვენ ძალიან კარგად ვიცოდით მოსახლეობის განწყობა და ამორჩევლის უდიდესი ნაწილის დაკვეთა, ასე ვთქვათ, იყო ის, რომ შექმნილიყო ერთიანი ოპოზიციური ფრონტი. ჩვენ რა თქმა უნდა გამოვეხმაურეთ ამ განწყობებს. დავიწყეთ კოალიციის შექმნა, გამოვაცხადეთ, რომ ჩვენი კარი ღია აბსოლუტურად ნებისმიერი პოლიტიკური სუბიექტი იქნებოდა ეს თუ პიროვნულად რომელიმე პოლიტიკოსი, ხო? ყველასთვის ჩვენი კარი იყო ღია. შესაბამისად, დღესდღეობით გვაქვს ვითარება ასეთი, რომ დღეს კოალიციაში გაერთიანებულია თავად დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველო, ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა, მემარცხენე ალიანსი, ქართული დასი, ასევე ჩვენ კოალიციაში შემოვიდნენ პოლიტიკოსები, მათ შორის ტრადიციონალისტების გენერალური მდივანი ბატონი გოჩა მამაცაშვილი, ასევე ბატონი ბეჟან ხურციძე და სხვა ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკოსები, პიროვნებები
და შეიქმნა საკმაოდ ძლავრი ოპოზიციური ცენტრი, საკმაოდ ძლიერი ოპოზიციური ცენტრი და თუმცა ჩვენ კიდევ ერთხელ არაერთხელ გავიმეორეთ, რომ მაშინაც კი როდესაც ქალბატონმა ნინომ წარადგინა ჩვენი მერობის კანდიდატი, მაშინაც გაიმეორა, რომ ჩვენი კარი ღიაა. ჩვენ არა ვართ წინააღმდეგი იმისა, რომ ეს კოალიცია კიდევ გაფართოვდეს. თუმცა, როგორც ჩანს, მეტი მსურველები არ არიან და ამ ეტაპზე ესეთი კონფიგურაციაა, რაც მოგახსენეთ. ვიდრე მერობის კანდიდატზე დავიწყებდით საუბარს, ერთი კითხვას მინდა დაგიცვათ, როგორც ცნობილია 7 აპრილს თქვენმა პარტიამ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საარჩევნო რეგისტრაციისთვის შეიტანა უკვე განცხადება და იმ დღეს თქვენ განაცხადეთ, მე ციტირებას მოვიყვან, იმედია ხელისუფლებას ცოტა შერწყობა იმისა, რომ პარტიას, რომელსაც ამხელა მხარდაჭერა აქვს, მაინც უწევს ამ პროცედურების გავლა, თუმცა რა თქმა უნდა, ჩვენ ვემორჩილებით კანონს და არ გვაქვს არანაირი პრობლემა ეს პროცედურები გავიაროთ. იქნებ განვუმარტოთ მაყურებელს კონკრეტულად რას გულისხმობ და რაში დებთ ბრალს ხელისუფლებას ამ მიმართულებით. საქმე იმაშია, რომ ჩვენ საპრეზიდენტო არჩევნების წინ, საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ ყველა ინტერფრაქციულ ჯგუფში ვითხოვდით, რომ დემოკრატიული მოძრაობას მიენიჭოს კვალიფიციური სუბიექტის სტატუსი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების მიხედვით. ეს გულისხმობდა იმას, რომ ჩვენ როდესაც გავიარეთ საპრეზიდენტო არჩევნების წინ ეს პროცედურა და შევაგროვეთ მხარდაჭერთა ხელმოწერები, ანუ დავამტკიცეთ ერთხელ უკვე, რომ მოსახლეობაში გვაქვს ჩვენ მხარდაჭერა. გარდა ამისა, როდესაც საპრეზიდენტო არჩევნებზე ჩვენ ავიღეთ ამხელა შედეგი, კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ ხელისუფლებას, რომ ჩვენ ვართ კვალიფიციური სუბიექტი de facto და გვაქვს უზარმაზარი მხარდაჭერა, მაინც ხელისუფლებამ შეგნებულად არ წავიდა კანონის იმ ცვლილებებზე, რომელიც ითვალისწინებდა ჩვენთვის კვალიფიციური სტატუსის მინიჭებაზე და საპრეზიდენტო არჩევნების გათვალისწინებას. დღეს მოგეხსენებათ, საპრეზიდენტო არჩევნები შეიძლება ვთქვათ, რომ არჩევნებად არ ითვლება საქართველოში. შეიძლება ვთქვათ, რომ პრეზიდენტი საერთოდ არ აყვავს, იმიტომ რომ არაფერში არ წერია საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად, პარტია ვერ ღებულობს კვალიფიციურ სუბიექტს, ვერ ღებულობს ვერანაირ სხვა ასე ვთქვათ დივიდენდებს, რაც მოყვება დაუშვათ საპარლამენტო ან თვითმმართველობის არჩევნებს და გამაგებინეთ რისთვის ჩატარდა მაშინ არჩევნები იმისათვის, რომ ბიძინა ივანიშვილის კანდიდატურა გაправებული იქნას და დაჯდეს თავის ადგილას, თუ დაინიშნოს, დაინიშნათ მაშინ პირდაპირ რატო ატარებდნენ ამ არჩევნებს. აი ესეთი ვითარება და დღეს ჩვენ ამის გამო გვიწევს ისევ, ანუ ეს ხელმოწერების პროცედურა რას გულისხმობს? ანუ ჩვენ უნდა ვამტკიცოთ, რომ ჩვენ თურმე ყავს იმ რაოდენობის მხარდაჭერები, რომ ჩვენ ვართ ღირსი იმისა, რომ მივიღოთ არჩევნებში მონაწილეობას. მეტი უკუღმართობა რა უნდა მოიგონო ამ ქვეყანაში, რომ ესეთ პოლიტიკურ პარტიას უწევდეს აი ესეთი პროცედურების გავლა. რა არის ეს? ეს რა თქმა უნდა არის ხელოვნური ბარიერები. ხელოვნური ბარიერები იმისათვის, რომ რაც შეიძლება მაქსიმალურად გაგვირთულონ პროცესი, ხო? თუმცა ამ შემთხვევაში უკვე ეს სასაცილოც არის, იმიტომ რომ ნამდვილად არ არის ეს ჩვენთვის რთული პროცესი, პირიქით გარკვეული მობილიზაციასაც ვახდენთ ამით და რაღაც სასარგებლოთაც ვიყენებთ, მაგრამ ხელისუფლებას მართლა უნდა სწვენოდეს რა. აი ეს იყო ძირითადად, ამიტომ ვთქვი ეს და მართლაც მე მგონი უნდა სწვენოდეს და სანამ გამოვლენ და ისაუბრებენ ზოგადად თავის საარჩევნო გარემოზე და ასე შემდეგ, კარგად დაფიქრდნენ საერთოდ რეებიოდ ამ ხელისუფლებამ წელიწად ნახევარში რამდენი სიბინძურე გააკეთა საარჩევნო კოდექსთან და თვითმმართველობის კოდექსთან მიმართებაში. აღარაფერს ვამბობ იმას, რომ პრაქტიკულად ძალაში დატოვეს ნაციონალური მოძრაობის კანონმდებლობა და ის ცვლილებები, რაც შეიტანეს, რაღაცა უმნიშვნელო ნაწილი იყო დადებითი, დანარჩენი ყველაფერი მოერგეს საკუთარ თავზე. ამ თემაზე მე შემიძლია ძალიან დიდხანს ვისაუბრო. თუნდაც ის, რომ მაყურებელმა უნდა იცოდეს აუცილებლად, რაც გააკეთა ამ ხელისუფლებამ, დაწყებული თავისი მოღვაწეობით, პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ გაძარცვეს ბიუჯეტი, დაიწერეს სრულიად გაურკვეველი ბონუსები 3-3000 ლარი
წელიწადში 300-300.000 ლარი წელიწადში თითოეულ პარტიაზე კოალიციის, მათ შორის ნაციონალურ მოძრაობას მოუმატეს დაფინანსება. ეს იყო პირდაპირ ვთქვა დანაშაული ქმედება და ბიუჯეტში ხელების ფათური. დღეს ისინი აგრძელებენ, პრაქტიკულად მოირგეს საარჩევნო კანონმდებლობა. 50%-იანი ბარიერი ძალიან დადებითია გამგებლების და მერების არჩევითობაში, თუმცა ყველაფერი დანარჩენი ის რაც დაპირებული იყო. სად არის მათი ბიომეტრიული სიები, რომელსაც თუ სახელმწიფოს არ ექნებოდა ფული, თავად ყოფილი პრემიერი აპირებდა დაფინანსებას ამ პროცესის, არ ეყოთ წელიწად ნახევარი, ხო, გასაგებია. ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების აკრძალვა ეთქობა აქაც დრო არ ეყოთ რაიმე რო შეასწორო, ხო? თუმცა ძალიან კარგად ვიცი, დრო კი არ ეყოთ, ეხლა იციან რომ არჩევნები მოდის, ვიღაცამ ეს ურეიტინგო კანდიდატები უნდა ატაროს ხელით, ხო? რაღაცა რესურსი უნდა დაიხარჯოს და ეს რაღაცა რესურსი მინდა უთხრა მოსახლეობას, რომ ჩემო ძვირფასებო, ეს არის თქვენი ფული, თქვენი ბიუჯეტის რესურსი, რომელიც დაიხარჯება ეხლა ერთი ნაწილი ამ თანხისა დახარჯავს ოცნება თავის კანდიდატებზე, მეორე ნაწილს თბილისის ბიუჯეტი რომ მიიღეს, დაუმტკიცეს ნაციონალურ მოძრაობას, რომელიც თავის რიგად გამოიყენებს ამ თანხას არჩევნებში და აი ესე მიყვებიან მშვენივრად, კოაბიტირებულად, ტყუილია ეს წინასაარჩევნო დრო დაიწყებენ დაჭერებს და აჟიოტაჟებს რაღაცა გახმაურებული საქმეების გარშემო და ბოლო არც ერთ საქმეს არ უჩანს. ბოლო ვიცით ხედავთ ერთ რამეს. ბაჩუ ახალაიას ბაჩუ ახალაია 2 წელიწადში გარეთ იქნება, კაცმა არ იცის ვანო მერაბიშვილს წაუყენეს თუ არა ბრალი პირდაპირ ეთერში კაცი ვიდეოშია, ვიდეოა გადაღებული, სადაც კაცი გვამებს ითხოვს და ეს ყველაფერი გაჩერებულია, ამას შედეგი არაფერი არ მოყვება. პიარულად მხოლოდ და მხოლოდ მიდის რაღაცა თემების აწევა, გადაფარვები, რაღაცა პინგ-პონგის თამაში, ერთ რამეს გეტყვი, მიაქციეთ ყურადღება რა. დებატებში მარტო ერთმანეთთან ჯდებიან. არც ერთი, არც ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი, არც ვერც ოცნების წარმომადგენელი ვერ დასვათ სხვა ოპოზიციურ პარტიის წარმომადგენელთან დებატებში. მხოლოდ ერთმანეთთან ჯდებიან. ეს ჩემთვის კი ძალიან კარგად გასაგებია ამას რატომაც აკეთებენ, მაგრამ მინდა რომ მოსახლეობამაც და ხალხმაც იცოდეს რაც ხდება ქვეყანაში. გავიხსენოთ მარგველაშვილის ლოზუნგი რომ ამირჩიეთ და კოაბიტაციას დავამთავრებო, ავირჩიეთ მარგველაშვილი, კოაბიტაცია გრძელდება. ალბათ ეხლა ეს გახმაურებული ფაქტების წამოწევა წინაპლანზე ემსახურება იმას, რომ მორიგი ლოზუნგი იქნება ქართული ოცნების დავამთავრებთ კოაბიტაციას, რომ რა იყო ასეთ დაუმთავრებელი გამაგებინებთ. რით ვერ დაამთავრებს, ხო? ეს ზუსტად ის იყო პირველ ნაწილში, რაზეც საუბრობდით, რომ პოლიტიკური ნება არ არის ამ კოაბიტაციის დასასრული. აწყობთ ერთმანეთი. შეხმატკბილებულად თამაშობენ როგორც პარლამენტში, ისევე შეხმატკბილებულად თამაშობენ სხვათა შორის არჩევნებზე, უბნებზე, ყოველ შემთხვევაში ეცდებიან, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ამჯერად ეს ნამდვილად არ გაუვა, იმიტომ რომ ძალიან ბევრ რამეს მიხვდა ჩვენი მოსახლეობა. ძალიან ბევრ რამეს. უკვე ძალიან ცდებიან თუ გონიათ, რომ ქართველი ხალხი ისევ წამოეგება იმ ანკესებზე და ისევ დაუჯერებს. დამთავრდა, ამოწურულია უკვე ყველა ნდობის რესურსი. რაც ქონდა ქართულს, ნაციონალურ მოძრაობაზე არ ვსაუბრობ შეგნებულად, იმიტომ რომ მათ არც ქონიათ არასდროს მართალი რო გითხრათ 1-2003 წელს ქონდათ ის ნდობის რესურსი და დამთავრდა, მე თვითონვე გაანადგურეს ის ნდობის რესურსი და იცით რომ ხოლმე ძალადობრივი მეთოდებით იყვნენ ხელისუფლებაში და ეხლა პრაქტიკულად ნაციონალური მოძრაობა კირტივებს ზედაპირზე მხოლოდ და მხოლოდ მათ მიერ კონტროლირებად მედია საშუალებების წყარობით და კიდევ ერთი რა თქმა უნდა სიცოცხლის წყარო ნაციონალური მოძრაობის არის ქართული ოცნება. აღარ აქვთ ხალხის ნდობა, აღარ აქვთ ხალხზე დასაყრდენ, ამიტომ მათ ნამდვილად არ განვიხილავ სერიოზულად რა. ერთადერთი მათ შეუძლიათ ეხლა რაღაცა გადაიქცა დესტრუქციულ ძალად, რომელიც ეცდება რაღაცეები, რაღაც დესტრუქცია შემოიტანოს, თუმცა აქ ამას აღარ აქვს მნიშვნელობა რა. აქ გაცილებით მნიშვნელოვანია უკვე რომ ქართული ოცნების კოალიციის ხელისუფლება უკვე იქცევა ყველა ზღვარს გადაჭარბებულად რა. აი ეს არის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი. თქვენი კოალიციის მერობის კანდიდატი იქნება დიმიტრი ლორთქიფანიძე. რა კრიტერიუმებით მოხდა მისი არჩევა და რასაც ყოდით მაყურებელს, რატომ უნდა მისცეს ამ მომრჩეველმა ხმა დიმიტრი ლორთქიფანიძეს? ძალიან იცით რა არის
არც კრიტერიუმების შერჩევა გაგვჭირვებია და არც ამ კრიტერიუმებზე მორგებული კანდიდატის ნახვა, იმიტომ რომ ჩვენი კრიტერიუმი ამ შემთხვევაში იყო რა? ეს უნდა ყოფილიყო ჩვენი თბილისელებისთვის მისაღები კანდიდატი, ეს უნდა ყოფილიყო რაც ძალიან მთავარია. ქართული ტრადიციების მიმდევარი ადამიანი, ახალგაზრდა, ენერგიული, ქმედუნარიანი და რომ ადამიანი, რომელსაც ტკივა თითოეული ქართველის, თითოეული თბილისელის და აი ამ ქალაქის გაჭირვებას ტკივა. აი ეს კრიტერიუმები, როდესაც ჩამოწერეთ, როგორი კანდიდატი გჭირდებოდა, ხო? თავისთავად, რა თქმა უნდა, იქ ჩამოყალიბდა დიმიტრის კანდიდატურა. ხო და სხვათა შორის ძალიან რეზონანსული იყო, ძალიან მიხარია, რომ აი ამ ჩვენმა პროგნოზებმა გაამართლა და აი ელემენტარულად არა მარტო ქუჩაში როდესაც ხვდებიან ადამიანები, მირეკავენ, მეუბნებიან, რომ საუკეთესო არჩევანია და დარწმუნებული ვარ, რომ ბატონ დიმიტრის აქვს თუ ვინმეს აქვს დღეს შანსი რომ გახდეს თბილისის მერი და თუ ამ კანდიდატებს შორის შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის ღირსეული ქართველი თბილისელი ადამიანი, ეს არის ბატონი დიმიტრი ლორთქიფანიძე. სამწუხარო არის მხოლოდ ის, რომ ბატონ დიმიტრის და ჩვენს კოალიციას ბრძოლა უწევს არა კონკურენტებთან, კანდიდატებთან, არამედ ადმინისტრაციულ რესურსთან. იმიტომ რომ რეალურად მოპირისპირე მხარეს ხო კანდიდატიც არ არის. ხვდებით, ვერ დაასახელებ, პიროვნებასაც ვერ დაასახელებ. არის ბრძოლა გვიწევს მხოლოდ და მხოლოდ ადმინისტრაციულ რესურსთან, სახელმწიფო რესურსთან. ანუ მანქანას ვებრძვით. ეს დრო ვერ დამთავრდა საქართველოში, როდესაც აი ამ რაღაც უკუღმართ და მახინჯ სისტემასთან გვიწევს ბრძოლა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი თბილისელების მხარდაჭერით, გვერდში დგომით, ჩვენ დავამარცხებთ ამ სისტემას და თბილისი ეყოლება ნამდვილად ღირსეული ქართველი ტრადიციების დამცველი და ქმედუნარიანი, რაც მთავარია, კაი მენეჯერის თვისებებით და კაი პოლიტიკური სოფხედველობის და სწორი პოლიტიკური სოფხედველობის მერი. ეს არის უმთავრესი, მე მგონი, დღეს თბილისელებისთვის და მე მგონი თბილისელები დარწმუნებული ვარ, რომ გააკეთებენ თავის არჩევანს ბატონ დიმიტრის სასარგებლოდ. ბატონ გიგლა, თქვენ როგორ დაახასიათებთ ბატონ დიმიტრის და რატომ უნდა მისცეს ამომრჩეველმა მოსხმა? პრინციპში ირაკლიმ ძალიან კარგად ჩამოაყალიბა ეს ჩვენი საერთო აზრი, ჩვენი გუნდის. დაუმატებდი იმას, რომ მრავალშვილიანი, ასე ვთქვათ, 8 შვილის мама არის. მე როგორც მეუბნებია, ღირთმა გონი კიდევ ველოდებიან და არის ძალიან ესეთი მორწმუნე კაცი, მართლმადიდებელი და ღირსეული ახალგაზრდაა, კარგი ახალგაზრდაა და ჩვენ ძალიან ბევრი ვიფიქრეთ, იცით, ვინ იქნებოდა თბილისის მერობის კანდიდატი. დიდი ხანი ამაზე ვფიქრობდით, ქალბატონ ნინოსთანაც, ერთადაც გუნდშიც ძალიან ბევრი ვარიანტები იქნა განხილული. მაგრამ ამ ეტაპზე ჩვენ ვიფიქრეთ, რომ ეს კანდიდატურა და ეს აი ამ ფორმით ადამიანის წამოყენება ჩვენგან იქნებოდა უფრო გამართლებული და რაც თავარია, როგორც უკვე აღინიშნა, ეს კაცი იმსახურებს ყოველივე ამას და მე ვგონებ, რომ თბილისის ყველა რაიონი, ყველა ძირითადად ხმას მისცემს და აქ არაა საუბარი, ჩვენთვის თავარია გინათ არა მეორე ტურში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ უკვე პირველ ტურშია სერიოზულ ბრძოლას გავუმართავთ იმ მართლაც რამ ადმინისტრაციულ რესურსს და არა პიროვნებას, რომელსაც ახლა ჩვენ არაფერს არ ვერჩით, თუმცა ცოტა გულსატკენია, როდესაც დიდი ვერაფრით ვერ დაგვამახსოვრა მილიარდ ნახევრიანი ბიუჯეტის მქონე მინისტრმა თავისი მოღვაწეობა გარდა იმისა, რომ მიხლართეს და მოხლართეს საარჩევნო კოდექსი, თვითმმართველობის საარჩევნო კოდექსი, სხვა ვერაფრით ვერ და რას აგავს ქალაქი. ხედავთ, გზა არ არის, ტრანსპორტი არ არის, აბსოლუტური კოლაფსია, სიბინძურე, სპეციალურად არ აგებენ გზებს, განათება ნაწილი არის, ნაწილი არ არის. ბოლოს და ბოლოს დედაქალაქი სტუდენტობის, ახალგაზრდობის, სპორტის, მეცნიერების, ინტელიგენციის, მშრომელი ხალხის ქალაქი აქციეს ბენზოგასამართების, სამწვადეების, სახაშლამეების და უკაცრავად და ბარდერების ქალაქად. ამას მე ტყუილა არ ვამბობ, ყოველ ფეხის ნაბიჯზეა ეს. ეს არის დღევანდელი ქალაქი და როდესაც ესეთ ამხელა სამინისტრო გაქვს, კეთილი უნდა ენება და
გაეკეთებინა რაღაცა. ამ კუთხით მაინც და იმედია რომ როცა ჩვენ გავიმარჯვებთ ჩვენი მერი ამას ყველაფერს მიხედავს. ეს იქნება ის ადამიანი, რომელიც პირველ რიგში იმაზე კი არ იფიქრებს. პანორამა თბილისები და შუშის ხიდებით ჭყალებში დაამშვენოს ეს ქალაქი. არა, პირველ რიგში თვითეული თბილისელი თავისი ოჯახით, თავისი ლამაზი, წესიერი, მდიდარი ოჯახით დაამშვენებს ქალაქს, ქალაქი დაიბრუნებს თავის იერსახეს თბილისი, რაც თბილისი გვახსოვს და თუ რაღაცა ახალი შეემატება და აუცილებლად შეემატება ახალი, ეს არ იქნება რაღაცა ის უბედურება, რასაც ახლა ვხედავთ, ხო, სრულიად ამოვარდნილი კონტექსტიდან, არა, ელემენტარულს გეტყვით, ესე იგი თბილისს ამდენი წელიწადია გენერალური გეგმა ამ ქალაქის განვითარების არ არსებობს. ხო, ელემენტარულად ეს არ არსებობს, ხო? ყველაფერი შენდება ქაოსურად. გაურკვევლია, არ არის დაცული არანაირი არქიტექტურული სტილი. რაც იყო კულტურული მემკვიდრეობა, დაანგრევის ნანგრევებად არის ქცეული. ამას წინათ ერთად ვიყავით თბილისის ძველ უბანში იმაზე დადიანის ქუჩაზე წარმოუდგენელია. რაღაცა ეს ფასადები ვითომ შეალამაზეს, შეღებეს, როგორც კი გაცდები ამ ფასადებს, კატასტროფულ მდგომარეობაში ცხოვრობს ხალხი. აი, სიცოცხლისთვის საშიშ პირობებში. ისეთი უზარმაზარი სახლი, რომელსაც კედელი უკვე გადმოხრილი აქვს, საძირკველი გაუბედური აქვს და პირდაპირ საბავშვო ბაღს, აი, შეიძლება დღეს ხვალ ჩამოინგრეს და დაეცეს საბავშვო ბაღს. აი ესეთ პირობებში აღარაფერს ვამბობ იმას თვითონ მოსახლეობაზე, ხო? იქ როდესაც შევიარეთ რამოდენიმე მოსახლეობა ოჯახში შევედით, ხალხო წარმოუდგენელია. გული გეტკინება, ესეთი გაჭირვება. მე გავიზარდი ამ ქალაქში, ხო? მე ესეთი გაჭირვებული ადამიანები ამ ქალაქში ცხოვრებაში არ მინახია. პურის პული შვილები ყავთ, მშიერი, როდესაც ფინანსთა მინისტრი იმებს 1700 ლარიან თევზის ასორტის უკვეთავს. რა უბედურება ეს, რა გჭირს და ამიტომ მინდა რომ ქართულმა ხალხმა კარგად გაითავისოს რა ყველა ეს გაჭირვება, ყველა ეს ტკივილი და გააკეთოს ის არჩევანი, რომელიც გამოგვიყვანს ამ მდგომარეობიდან და ნამდვილად ვიცი რომ დიმიტრი არის ის ადამიანი, რომელიც ამას მოახერხებს. რა თქმა უნდა, მთელი გუნდით. მადლობ, ჩვენი გადაცემა დასრულებულია. მადლობას გიხდით ჩვენთან მობრძანებისთვის და წარმატებას გისურვებთ. მაყურებელს შევახსენებ, რომ დღევანდელი თავისუფალი ტრიბუნა ეთმობდა პარტიას დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველო. თავისუფალი ტრიბუნა სამშაბათამდე გემშვიდობებად და წინასწარ გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. კარგად გრძანდებოდეთ.